1.45. დაწერეთ 10-ობით სისტემაში შემდეგი რიცხვი. ანუ რიცხვები გაქვს 2-ობით სისტემაში ჩაწერილი და უნდა ვიწეროთ 10-ობით სისტემაში. გადავიყვანოთ უბრალოდ 10-ობით სისტემაში. ამოვიწეროთ რიცხვი 1 0 1 1 2-ობით სისტემაში და უნდა გავშალოთ ეს ორის ხარისხებად. ორის ხარისხებად შლით მარჯვნიდან. ანუ მარჯვნიდან პირველი არის 2 ხარისხად 0, ანუ 1-იანი, შემდეგი 2 ხარისხად 1, ანუ 2-იანი, შემდეგი 2 ხარისხად 2, ანუ 4-იანი, შემდეგი 2 ხარისხად 3, 8-იანი და ასე შემდეგ. ანუ 1-იანი რახან გვიწერია 1 გვაქვს, ანუ 2 ხარისხად 0. შემდეგი 1-იანი გულისხმობს, რომ 2 ხარისხად 1 გვაქვს, ანუ 2-იანი. პლუს შემდეგი გულისხმობს, რომ 2 ხარისხად 2 არა გვაქვს, ანუ 4-იანი არა გვაქვს და შემდეგი 1-იანი გულისხმობს, რომ 2 ხარისხად 3 გვაქვს, ანუ 8-იანი. ანუ გამოვიდა 1 + 2 + 8, ანუ 11. შემდეგი რიცხვი არის 1 1 0 1 0. ანუ 1-იანი არა გვაქვს, 2-იანი გვაქვს, 4-იანი არა გვაქვს, 8-იანი გვაქვს, 16 გვაქვს. ანუ 2 + 8 + 16 და გამოვიდა 26. შემდეგი 1 0 0 1 1 1. დავიწყოთ ისევ მარჯვნიდან 2 ხარისხის გადათვლა. 1-იანი გვაქვს, 2-იანი გვაქვს, ჯამში უნდა დავწეროთ, 4-იანიც გვაქვს, დავწერეთ, 8-იანი არა გვაქვს, 0-იანი დავწერეთ 8-яნის მაგივრად, 16 არა გვაქვს, 0-იანი დავწერეთ და 32 გვაქვს და პლუს 32-ით დავწერეთ. 1 + 4 + 32 არის 39. შემდეგი არის 1 1 0 0 0 1 1 0. ორობით სისტემაში. ვიწყებთ ისევ მარჯვნიდან 2-ის ხარისხებად გაშლას. 0-იანი, ანუ 1-იანი არა გვაქვს, 2-იანი გვაქვს, დავწერეთ, 4-იანიც გვაქვს, დავწერეთ, 8-იანი არა გვაქვს, 16 არა გვაქვს, 32-იც არა გვაქვს, იმიტომ რომ 0-იანი წერია, 1-იანი რახან წერია, ანუ 64 გვაქვს და პლუს 64 დავწერეთ და 128 გვაქვს და პლუს 128 დავწერეთ. 2 + 4 + 64 + 128 არის 198.